მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგს ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 93.509.300 ლარით განისაზღვრა. ხდომაზე ასევე დაამტკიცდა სოციალური და ჯანდაცვის დახმარების გაცემის წესის ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები. მათ შორის შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილები. შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული კომპლექსისა და ნატანებში ბეტონის საწარმოს მოწყობის დეტალური გეგმების შემუშავების საკითხები. აგრეთვე მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმა. გარდა ამისა, რეგიონული ფონდის დაფინანსებით ოზურგეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რომელთა შორისაცაა ასკანა ნაგომრისა და ნაგომარი ბახვის დამაკავშირებელი გზების, ქალაქ ოზურგეთში კოტე გოგატაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე სტიქიის პრევენციასთან დაკავშირებული სამუშაოები. სოფელი ასკანა, სიანი, სოფელი ნამოხმურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, მისი სიგრძე შეადგენს 2603 მეტრს, მიღებულება 4.413 ლარი. სოფელი ნაგომარი, სოფელი ბახუში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის პროექტების ბრძანების ხობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების შესახებ მიესალმება ამის შესახებ პროექტი განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ტერიტორიაზე სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას და ერთი კიდევ კარგი ობიექტი შეემატება ქალაქს, რასაც კომისია ხარს უჭერს ერთმანეთს. როგორია ოზურგეთელების მთავარი საზრუნავი და რა ზოგად გამოწვევებს ხედავენ ქვეყნის მასშტაბით, ასევე რა სურვილები და პრობლემები აქვთ ყოველდღიურობაში. მოусმინეთ ადგილობრივებს ჩვენს ქუჩის გამოკითხვაში. ესახლავთ რისი მოგვარებაც გინდათ და ისურვებდით რომ მოგვარდეს. თუნდაც თქვენ სოფელში, ქუჩაზე, ქვეყანაში მოგვარება. ყველაფერი მინდა, ყველაფრის მოგვარება. მაგალითად მაგალითად, ახლა პროდუქტები ძალიან ძვირია პროდუქტები. და რა ვიცი, ცოტა ვიჭირს ცოტა ხალხს. მატერიალურად, ხო? მატერიალურადაც ვიჭირს. თვითონ ხალხიც ახლა მე რომ მუშაობ, ხო ვუჭირთ ძალიან კაპიკებზე არიან თითქმის დასული, ისე რამეს რო შესთავაზებ, ვერ ყიდულობენ. ყველას ვუჭირს. ახლა ჩემმა მახლო ვინც კი გაეულია და იგი რატომ უჭირთ? დასაქმებულები არ არიან თუ ხელფასია დაბალი? რა არის და ისა პენსია არ ყოფნის, მარტო პენსიაზე ვარო, ბევრი ასეც უწუნებს, ზოგი ავადმყოფი ყავს, ზოგს რაღაცა და ძალიან უჭერთ. დასაქმება რა თქმა უნდა და ინფრასტრუქტურა ისეა თუ ისე მოგვარებულია მაინც ვერ ვიტყვით ვერაფერს. ამის დასაქმება აუცილებელია. გარბიან იცი, მაგრამ მე მგონია მაინც რომ ზარმაცები არიან და არ უნდათ. მიდიან და იქ ნახულობენ რამხელა შვილი მყავს საზღვარგარეთ 2. დალოცავს ჩვენ ქვეყანასო აი ესე ამბობენ. იქ ჩასულები. დალო არ ვიცითო, ვერ ვაფასებთ როგორ ქვეყანაში ცხოვრობთო. სიმშვიდე და სიწყნარე გვინდა. ასაკში ვარ და გვინდა რომ შვიდ ქვეყანაში ვიცხოვროთ. და არ იყოს ამდენი ქაოსი. ამ ხრივ პრობლემა არის, ფიქრობთ? პრობლემა ყველასთვის, მარტო ჩვენთვის კი არა, ყველასთვისაა პრობლემა. რატომ არ გვინდა ყველა რომ შვიდად ვიცხოვროთ? ყველაფერს გულისხმობს, სულ ყველაფერი ერთიანად რაღაცა ისე ქვეყანა გაყოფილი. მე მინდა ერთად ვიყოთ ყველა და ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე. ამიტომ ჩვენ საოცარი კარგი თაობა მოდის ახალგაზრდები და მინდა ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრონ. როგორც ხო, ჩვენ ძველი თაობა ვართ და კითხო კომუნისტებიო და რაღაცა, მაგრამ იცით რა არის, მაშინ რაღაცა ბევრი საზრუნავი ქონდა, ბევრი პრობლემები ქონდა, მაგრამ რაღაცა ერთ ვაბარებდით ხო და ეხლა სულ ყველა არის ახალგაზრდებით აფორიაქებული, გარბიან, გამორბიან რაღაცა რა უნდა მეც არ ვიცი და ვიცი რა უნდა ყველა რაღაცა გვინდა, პენსია გვინდა მაღალი. კარგად რომ ვიცხოვროთ ნორმალურად. სოფელ მამაჩი გზა არის ძალიან სულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით კაპროვანს ეძახიან იმ ადგილს. თავარია ეს მოგვარდეს და დანარჩენს ეშველება. რა სჭირს გზას, როგორია? ნუ გრუნტია და ის არის რა. ობრაჯაღრა. დიახ. სხვა არაფერს არ ვთხოვ, დიდი მადლობა ყველას. წყალი არ გვაქვს. სად? კონჯგათი. ნუ ეხლა თუ გაგვიგეთებიან, კარგი იქნება და ისე ჭირს წყალი არ გვაქვს. და გზა გვაქვს, გაზი გვაქვს,
თენი გვაქვს, ძალიან წყალი გვაქვს. ძალიან კარგი, მაგრამ აი რა გინდათ კიდევ დამატებით რომ რა, ბევრი რაღაცები, დასაქმების ამბავი, სხვა რა. ახალგაზრდები დასაქმება და დაკავდება, კარგი იქნება. მადლობა. თოფელს დაკავდება. მე არიან სამუშაო და თუ ადგილზე ისე შეიქმნება რომ რაღაცა დაკავდებიან, კარგი იქნება. ვინ იქნება კულტურის ახალი მინისტრი ჯერჯერობით უცნობია. თინათინ რუხაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მმართველ გუნდში ყოფილ მინისტრს წარმატებებს უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საზოგადოებამ არაერთი საინტერესო პროექტი იხილა. თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა, სწორედ ის შეესრულებს მინისტრის მოვალეობას იქამდე, ვიდრე ახალი მინისტრი დაინიშნება. კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე გადადგა, მე მინდა მას მადლობა გადაუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც ის იყო მინისტრი, აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მას ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია ჯანმრთელობის მდგომარეობა. მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვინც იქნება არჩეული, ის იქნება საუკეთესო კანდიდატი. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, პრობლემები არსებობს, ამას სჭირდება მუშაობა, ერთობლივი, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე და ბუნებრივია ახალ მინისტრს უსურვებ, რომ ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით იმუშაოს. საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გვიან ღამით დასრულდა. პერიოდულად ადგილზე მანდატურებსა და დაკავებული პირების მხარდამჭერებს შორის იყო დაპირისპირება. მოსამართლემ ნატო ბოლქვაძეს 5 დღიანი, ხოლო შაკო ბაღდაშვილს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ლაშა დგებუაძესაც, მარინე ნანავას და სანდრო სეხნიაშვილს კი 5000 ლარიანი ჯარიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით თორნიკე თოშხუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი გირაო დაეკისრათ. განაჩენი არის სასახად მიკერძოებული, სასახად პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს აღნიშნული ქმედებების აღკვეთა ჩვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმების ჩახშობა, იმიტომ რომ სასწრაფოდ უნდა მოეხდინათ განსხვავებული ხმის არ მისვლა კონკრეტულ პირამდე, რათა ეს პროტესტის ფორმა დასაწყისშივე ჩაეხოს. შალვა ბაღდაშვილს ისევე როგორც სხვა ადამიანებს დღეს ედავებოდნენ გამოხატვის თავისუფლების გამო, მათ ყველას ჰქონდა ზედმეტად კაცრად წარდგენილი დამატებითი მუხლები იმისთვის, რათა მათი ესე ვთქვათ ბრალდება დამძიმებულიყო. პოლიციელები ამბობდნენ ის, რომ თითქოს მათ ვინმე წინააღმდეგობა გაუწია, რაც რა თქმა უნდა ესე არ ყოფილა, არანაირი მტკიცებულება არ იყო ამის. ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ადამიანები თვითონ ხდებოდნენ მანქანაში, მაგრამ პოლიციელები მაინც ჯიუტად იძახდნენ იმას, რომ ეს იყო წინააღმდეგობის გაწევა. გასაჩივრებას რა თქმა უნდა ვაპირებთ, ბუნებრივია საქართველოში სამწუხაროდ აპელაციის ეტაპზეც არ გვაქვს იმედი, რომ რაიმე სახის სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ და ბუნებრივია ფარგლებს გარეთაც გაცდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 27 პირი დააკავეს, ხოლო 6 ბრალი წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფინანსურ დავებში ერეოდნენ, ქურდულ გარჩევებს ატარებდნენ და მოქალაქეებს მუქარითა და ძალადობით აზარალებდნენ. ამოღებულია იარაღი და ტექნიკა. მიმდინარე წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 353 პირია პასუხისგებაში მიცემული. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. დავიწყოთ ოზურგეთით. ოზურგეთში ხვალისთვის ნავარაუდებია 23 გრადუსი სითბო. ჩოხატაურში დაფიქსირდება 25 გრადუსი, ხოლო ლანჩხუთში ცოტა მაღალი იქნება ტემპერატურა და შეადგენს 28 გრადუსს. რაც შეეხება ურეკს, ურეკში ტემპერატურა იქნება 26 გრადუსი, ხოლო ბახმაროში 16. დედაქალაქში კი ხვალისთვის ნავარაუდებია 28 გრადუსი სითბო. დღეისათვის სულ ეს გახლდათ. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.